რას მოიმოქმედოთ თუ დაინახეთ რომ მშობლები ბავშვს ძალადობენ? ვერა შემიძლია უბრალოდ რჩევას მივცემდი რომ არ იძალატონ. რა შემიძლია? აი რა შემიძლია? რო გავაკეთო არაფერი. მე მეტყვის შენ ვინ აკითხავს შვილი ჩემია, როგორც მინდა ისე მოვექცევი. ეგ ოჯახის საქმე არის შვილო, მაგრამ აბა სვის ოჯახში ხო ვერ ჩაერევი, ისე კი ვეტყვი რომ როგორ შეიძლება ბავშვი რატო უნდა ძალადობა იხმარო. რას ვიზა და დავაგრეჯო ყველაფერს. არ გულგრილად არ შევხედავ მაგ საქმეს. მივეხმარები რაც შემიძლია. თუ არ შეესწარით, მაგრამ ინფორმაცია გაქვთ რომ რომელიმე ოჯახში ხდება ძალადობა? ეგ თავის პრობლემა არის. ეგ თავის პრობლემაა, ვის ხვის სახში შესვლა მე არ შემიძლია, მაგრამ თუ შევესწარი, გულგრილად არ შევხედავ. თვალს არ მოხუჭავ, ალბათ შევეწირები. მე ვერ მოვითმენ. ბავშვზე ძალადობა საშინელებაა. სულქმას შორის რომ იყოს ძალადობა რას იწევს? აი მან ცოტა რთულია ჩარევა. ძალადობა საერთოდ ყველანაირი ძალადობა აკრძალულია, მაგრამ სულქმას შორის არ ვიცი, ზოგჯერ ისეთი რამეა, რომ ზოგჯერ ჩარევა ცოტა რთულია. რას ვიზა? რამე რომ მქონდა დავარტყამდი. ისე ვეტყოდი კი ჩევასა, დარიგებასა და რაღაცა და ისეთი რამე გილწება, სხვა მითი რა მოიმოქმედა სხვა არაფერი. აი გააჩინე როგორი ძალადობა იქნება. რა ვიცი, ან შინაურს ვეტყვი. რას მოიმოქმედა მიმართავ სადაც საჭიროა. როდის წამოვარტყა ბავშვს და ესეთი რაღაცა ეს ძალადობა არ არის მე მგონი. უარყოფითი დამოკიდებულება მექნება და შენიშვნას მივიცემ ალბათ. თუ გავიგე სადაც საჭირო არის იმ შეტყობინებას მიმართავ. გამაუძახებ ბატონს. ნამდვილად და დავეხმარებ როგორც შემიძლია. სულქმას შორის ძალადობა? ეგ უკვე თავიანთ გადასაწყვეტია. პირველ რიგში დავიცავ ბავშვს. რა ვიცი ახლა. შემდეგ ალბათ უკვე გაირკვევა ვინ იქნება მართალი, მე ახლა მე აღარ მეხება უკვე. სულქმას შორის რომ შეეცვლოთ ძალადობის ფაქტს რას იწამთ? მე ვერაფერს. თუ ძალიან ახლობელი არ არის, მე იქ არაფერი მესაქმება, მივეშველები. როგორ? ვეტყვი რომ მოვაკეთებ მაგას. შესაბამის ორგანოებს შევატყობინებ, მაგრამ იქამდე სანამ შევატყობინებ, მე ჩავერევი ამ საქმეში რომ აღკვეთო ეგ.